სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. ქრისტეს მიერ საყვარელო მამანო, ძმანო და დანო, ჩვენო საყვარელო ბავშვებო. ყველას გილოცავთ ჩვენი გიმნაზიის ზეციური მფარველების, წმინდანების ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის და წმინდა კათოლიკოს პატრიარქის კირიოლის ხსენების დღეს. ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია ამ წმინდანთა შესახებ და აღვინიშნავს ისიც, რომ არ არის შემთხვევითი, რომ მათი ხსენება ერთ დღეს აღესრულება. ამ ადამიანებს აერთიანებათ ერთი სულის კვეთება. ისინი დაშორებულები იყვნენ თითქმის 10 საუკუნოვანი მანძილით, მაგრამ მათი სულის კვეთება იყო აბსოლუტურად ერთნაირი. ეს იყო სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა, სიყვარული სამშობლოსი და მის მომავალზე ზრუნვა. განა იოლი იყო რომელიმე მათგანის ცხოვრება, ანის ეპოქა, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ. გიორგი მთაწმინდელი საქართველოში იყო ჩამოსული და მას ჰქონდა დიდი სურვილი და არათუ სურვილი, არამედ მეფის თხოვნით ის ჩამოვიდა საქართველოში, რათა საქართველოს ეკლესიაში ყოფილიყო გამართულობა, კი არ ჩატარებულიყო რეფორმები, არამედ ის, რაც იყო დარღვეული იმ დროს, მეფე ბაგრატის დროს, ის გამოსწორებულიყო და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა, რომელიც იყო და რის გამოც გიორგი მთაწმინდელი მეფეს სთხოვდა, ეს იყო ზუსტად ის, რომ ეპისკოპოსთა ხელდასხმა მიიღო მემკვიდრეობითი ფორმა იმ დროს. დიდგვაროვან ოჯახებს მათი შვილები ხდებოდნენ ეპისკოპოსები და შემდგომ უკვე ატომღაც მიჩნეული იყო, რომ მათი შთამომავლებს უნდა და მათი საგვარეულოს წარმომადგენელს უნდა გაეგრძელებინა ამა თუ იმ საეპისკოპოსო საღდარზე ყოფნა. ეს პრაქტიკა სამწუხაროდ მარტო საქართველოს ეკლესიაში კი არ იყო, არამედ იმ დროინდელ ბიზანტიის იმპერიაშიც უკვე რამოდენიმე საუკუნის მანძილზე არსებობდა. და გიორგი მთაწმინდელი ამას ეუბნებოდა მეფეს, რომ ყოველივეს ჯობია, რათა საღდარზე იყოს არჩეული ადამიანი ღირსეული, გამორჩეული თავისი თვისებებით, შესაბამისობით სამდელმთავრო მსახურებისა და საერთოდ სასულიერო პირობის ღირსების შესაბამისობით ყველა დონეზე, საეპისკოპოსო, სამღვდელო თუ სამონასტრო დონეზე. და მეფე ბაგრატმა იმ დროინდელი ეს ტენდენცია ვერ დაძლია, ის დამწუხდა ამის გამო, მაგრამ ვერ შეძლო ამისი გამოსწორება და გიორგი მთაწმინდელმა მაშინ ზუსტად გადაწყვიტა, რომ დაბრუნებულიყო უკან ათონის მთაზე, მაგრამ ამასთან ერთად ის საქმიანობა, რომელსაც ის ეწეოდა მთელი ცხოვრების მანძილზე, საქმიანობა ჭეშმარიტად საგანმანათლებლო, რამე თუ სიტყვა ღვთისა განანათლებს ჩვენს გონებასა და გულს და გიორგი მთაწმინდელმა ამას მოანდომა თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი. წმინდა ტექსტების იყო ეს ბიბლიური ტექსტები თუ წმინდა მამათა სწავლებანი ამის გადმოტანას ქართულ ენაზე და ასევე ქართულიდან კიდევ ბერძნულადაც. და აი ამ ღირსმა მამამ ეს ყოველივე გააკეთა სიყვარულით თავისი ერისა.
დღეს ჩვენ აი ხშირად საუბრობთ აი ახალგაზრდების აღზრდაზე. რა თქმა უნდა, აი კიდევ ერთხელ ვამბობ პატრიარქი კირიონის და გიორგი მთაწმინდელის მსგავსებაზე. ეს ორივე ადამიანი იყო თავისი დროის ყველანაირად აი მისაწვდომი განათლების მქონე ადამიანი. პატრიარქი კირიონი ერთ-ერთი განსწავლული ადამიანი თავისი ეპოქისა, როგორც საღვთისმეტყველო, ისე საისტორიო თუ ეთნოგრაფიულ თუ სხვა კიდევ საგნებში, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომები დაგვიტოვა. ქართულ ერზე, საქართველოს კულტურაზე, ეთნოგრაფიული ნარკვევები ამა თუ იმ კუთხის თუ ადგილის შესახებ და ეს ორი ადამიანი ზრუნავდა, რომ ახალგაზრდებისათვის მიეცა განათლება. გიორგი მთაწმინდელმა მოგახსენებათ, რომ 80-მდე ბავშვი წაიყვანა იმისათვის, რომ მათ შემდგომ მანგანის აკადემიაში მიეღოთ განათლება და როგორც ბრძანებენ აი ამ ბავშვების, ესე ვთქვათ, ბავშვებს მიეკუთვნებენ ეფრემ მცირეს, იოანე პეტრიც, ამისი ძალიან საფუძვლიანი არის ვარაუდები. ახლა მე არ ვსაუბრობ სამწუხაროდ პირდაპირი ფაქტები ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ის ეპოქა არის და საგულისხმოა, რომ შემდგომ უკვე ჩვენი ერის ძალიან მნიშვნელოვანი განსწავლული მამები აი აგზელებენ გიორგი მთაწმინდელის მსგავს მსახურებას საქართველოს ეკლესიისა და ერისა. პატრიარქი კირიონი კი ყველანაირად ცდილობდა, რომ ახალგაზრდებისათვის გზა გაეკვლია თანამედროვე განათლებისკენ. მისი დახმარებით ათეული ახალგაზრდა სწავლობდა იმ დროინდელ რუსეთის იმპერიის უმაღლეს სასწავლებლებში. იყვნენ ეს სასულიერო თუ საერო პირები. და ამ ცდელობამ გამოიღო ნაყოფი, როგორც თქვი, გიორგი მთაწმინდელის შემთხვევაშიც და ასეთივე ნაყოფი გამოიღო პატრიარქი კირიონის შემთხვევაშიც. ჩვენი ერთ-ერთი ცნობილი ისტორიკოსი ფინანსდებოდა მისი სტიპენდიით, პატრიარქი კირიონის მიერ გამოყოფილი სტიპენდიით და სხვა ახალგაზრდებიც. და აი დღესაც ჩვენ იგივე პრობლემის კი არა, არამედ იგივე ვითარების წინაშე ვდგავართ. ეპოქა რთულია, პატრიარქი კირიონის დროს მოგეხსენებათ, რომ საქართველო იყო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და რთულად მიდიოდა პროცესი ეროვნული თვითშეგნების გამოცოცხლების, დამკვიდრების. იმპერიული ზრახვა არ აქვს მნიშვნელობა, ეს რუსეთის იმპერია იყო, რომის თუ სხვა ირანის იმპერია თუ სხვა რომელიმე იმპერია, ყველა იმპერიის ზრახვა არის მსგავსი. მას უნდა უნიფიკაცია თავისი მოსახლეობის. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება ეს იმპერია, იქნება ოკეანის გადაღმა, გადმოღმა, ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით თუ დასავლეთით. უნიფიკაცია. ეს არის ყველაზე
მნიშვნელოვანი იმპერიისათვის. ის ამას სხვადასხვა ხერხებით აკეთებს ხან ძალადობრივად, ხან აკეთებს კულტურულად. ხდება, ესე ვთქვათ, ერთიანი კულტურის ჩამოყალიბება, ერთიანი ენის ჩამოყალიბებაც. და მე ითვლება, რომ აი ეს ერთიანი ენა უფრო მნიშვნელოვანი არის, ვიდრე ეროვნული ენა. და ამას არ აქვს მნიშვნელობა, იქნება, კიდევ ერთხელ ვამბობ, ის იქნება რუსული ენა, იქნება სპარსული, იქნება ინგლისური, ჩინური თუ სხვა, არ აქვს მნიშვნელობა. პატარა ერისათვის ეს ყოველთვის არის საშიში. და აი გიორგი მთაწმინდელისა და პატრიარქი კირიონის გაბედულობა განა მათ არ იცოდნენ ან არ ხედავდნენ საშიშროებას, რომ ის ბავშვები, რომლებიც წაიყვანა გიორგი მთაწმინდელმა, მათ მშობლიური ენა დაეკარგათ, თქვათ და მერე იქნებოდნენ, ასე ვთქვათ, ბიზანტიის იმპერიის წევრები, რა თქმა უნდა. შეიძლება დიდი წარმატების მქონე, მაგრამ იმპერიის მოხელეები თუ სასულიერო პირები, რომელთაც გაწყვეტილი ექნებოდათ სამშობლოსთან კავშირი. განა არ შეიძლებოდა ის ახალგაზრდები, რომელთაც მიიღეს იმპერიის, რუსეთის იმპერიის აკადემიებში განათლება, მათ ჩაეთვალათ, რომ იმპერიის საერთო კეთილდღეობა ეფუძნება ზუსტად უნიფიკაციას და უნივერსალიზმს და არ არის საჭირო ჩვენ ეროვნული თვითყოფადობა შევანარჩუნოთ. რა თქმა უნდა, ეს სრულებით სავარაუდოა, იმიტომ რომ გვახასიათებს ადამიანებს და დღესაც ის პროცესი ხდება, ჩვენ ვხედავთ, რომ ხშირად ადამიანები წასული საქართველოდან მერე და განსაკუთრებულად კიდე მათი შვილები საკუთარ თავს ვერ აღიქვამენ საქართველოს შვილებად. ბუნებრივია. სხვაგან გაიზარდნენ, ჩამოყალიბდნენ, ჩამოუყალიბდათ წრე ურთიერთობისა, მეგობრობისა, სხვადასხვა წესი შეიმეცნეს. მაგრამ აი რა იყო ის დამცავი მექანიზმი, რომელსაც დააფუძნეს თავიანთი ამსდელობითი მოღვაწეობა გიორგი მთაწმინდელმა და პატრიარქმა კირიონმა. ეს იყო, როგორც მოგახსენეთ, პირველ რიგში სიყვარული ღვთისა, იმიტომ რომ რწმენა, რომ ღვთის სიტყვა და ღვთის მცნებები მოცემული ყოველი ადამიანისათვის არის ადამიანის სულის გამაკეთილშობილებელი, ამამაღლებელი, ყოველივე სიკეთის მომცემი და ეს ხედვა, რომ ჭეშმარიტად ასეა, რამე თუ მათ თავიანთ ცხოვრებაში ეს მრავალგზის უხილავთ და რაც თავარია საკუთარ ისინი თვითონაც მიეკუთვნებოდნენ ამ ადამიანებს, რომელთაც ღმერთმა მისცა მადლი და მათი სული განასპეტაკა და ეს სურდათ ყოველი ადამიანისათვის და განსაკუთრებულად კიდევ ახალგაზრდებისათვის ცოდვა იყო გიორგი მთაწმინდელის პერიოდშიც და იყო შემდეგაც პატრიარქი კირიონის პერიოდშიც. რა თქმა უნდა და დღესაც არის და ზეგაც იქნება. მაგრამ რწმენას შეუძლია ადამიანი დაიცვას და
დაიფაროს ცოდვის მორევში ჩათრევისაგან. მათი ცხოვრების საფუძველი იყო კლდე, რომელსაც ქვია ქრისტე და სარწმუნოება. და როგორც ბრძანებს წმინდა წერილი, როდესაც მოვიდეს წარღვნა და წარღვნა ეს არის ნებისმიერი ცხოვრებისეული განსაცდელი, ეს იქნება სულიერი თუ ფიზიკური, აი ეს წარღვნა, როდესაც დაეტაკება ამ კლდეზე აშენებულ სახლს, ვერ დაანგრევს იმ სახლს, ვერ ჩამოშლის. ასეა ადამიანის რწმენაც. თუ ის დაფუძნებულია ქრისტეზე, ის მუდმივია. თუ ის დაფუძნებულია სწორ სულიერ განვითარებაზე, მას ვერ შეარყევ. ვერ შეარყევს ცხოვრებისეული განსაცდელები. და მეორე რაზედაც დააფუძნეს ამ წმინდანებმა თავიანთი ამძნელობითი ღვაწლი, ეს არის სიყვარული საკუთარი ქვეყნისა და ერისა. აი ეს სიყვარული, რამე თუ როდესაც გიყვარს შენი სამშობლო, გიყვარს შენი ერი, შენ გიყვარს მისი ყველა წევრი. შენ ცდილობ, რომ სიკეთე, რომელიც არის საერთო და პირველ რიგში რწმენა ღვთისა, ჭეშმარიტი სარწმუნოება, მაცხოვნებელი სარწმუნოება, ამას აზიარო შენი ერი. უკვე შემდგომ ამისა კი აზიარო შენი ერი განსწავლულობას, იმისათვის, რომ მან შეიმეცნოს სამყარო. არა იმიტომ, რომ თავი აღიმაღლოს, არამედ სამყარო შეიმეცნოს. სამყაროში მიმდინარე პროცესები დაინახოს და კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს და გამტკიცდეს ღვთის სარწმუნოებაში და ღვთის მადლიერებაში. აი დღეს ხშირად ვამბობ ჩვენ, რომ ახალგაზრდების აღდის პრობლემაა. რაღაც მოთხოვნები ახალგაზრდების, რომელიც ჟღერს, რაღაც ასე ვთქვათ, მათი პროტესტი. მე პირადად ეს სრულებით არ მიკვირს. და გეტყვით რატომ. ბოლო 10 წლეულები ჩვენს ახალგაზრდებს, დიახ, ჩვენმა თაობამ ცოტა შეიძლება უფრო უმცროსმა თავი გამოუტენეთ უკაცრავად ამ სიტყვისთვის ევროპული ღირებულებებით. მე არ ვაძლევ, კიდევ ერთხელ ვამბობ, კი არ ვაკნიებ ღირებულებებს, მაგრამ როდესაც რომელიმე ეგრეთ წოდებულ ღირებულებას აიყვან რელიგიის დონეზე, უკვე შეცდომას აკეთებ შენ. აი დღეს ეს ევროპული ღირებულებები და ფასეულობები, როგორც რელიგია ისეა აღქმული. და მე გეტყვი თქვენ ელემენტარულად ფასეულობას დედაშვილობისა ოჯახში ვთქვათ ასწავლიან იმას, რომ უფროს ადამიანს თუ ხედავ, რომ ფეხზე დგას, მას შესთავაზოს სკამი და დაჯდეს. რომ თუ ქალს მიაქვს რაღაცა სიმძიმე, დაეხმარო მას, იქნება ის უცნობი თუ მით უმეტეს ნაცნობი. კარი გაუღო მოხუც, წინ გაატარო. აი ეს რომელი ფასეულობებია? ევროპული, აზიური, ამერიკული თუ ესე იგი ავსტრალიური. რომელი კონტინენტის ფასეულობაა ეს?
ეს საერთო ფასეულობაა, ადამიანური ფასეულობაა. რომ ადამიანს მოусმინო და არ გალანძღო ადამიანი. ეს რა ფასეულობაა? ადამიანზე რომ არ იჭორაო და მისი განკითხვა არ დაიწყო და თითი არ მიუშვირო და არ უძახო შეასეთო და შეისეთო, ეს სადაური ფასეულობაა. ხო და აი რა არის ჯერ გავიგო ჩვენ ეს ევროპული ფასეულობები და იქნებ აღმოვაჩინოთ რომ ის რადეზედაც ჩვენ ახალგაზრდებს ასე ვთქვათ გონება ამოუსევს ეს კი არ არის ამ კონტინენტის თუ იმ კონტინენტის არამედ ეს არის აღზრდის საერთო ადამიანური ფასეულობა და რაც თავარია მთელი ეგრეთ წოდებული ეს ფასეულობები ევროპული რომ ასე დარქმეული ყველაფერი არის აღმოცენებული ქრისტიანობაზე იმიტომ რომ ქრისტიანობამ შეცვალა საზოგადოება ქრისტიანობამ გაანთავისუფლა ადამიანები მონობისაგან როგორც ფიზიკური ასევე პირველ რიგში სულიერი და როდესაც განიდევნა ღმერთი ამ ცნობიერებიდან მაშინ ყველაფერი გადავიდა ხორციელზე და დღეს ჩვენ ვხედავთ ეგრეთ წოდებულ ფასეულობებს ევროპისა მხოლოდ კარგ ცხოვრებაში და ფუფუნებაში. შრომა რომ გიყვარდეს ეს სადაური ფასეულობაა. აი რომ გიყვარდეს შრომა და პასუხისმგებლობით აკეთებდეს შენ საქმეს. სიტყვა რო არ გატეხო, მიცემული სიტყვა. ეს სადაური ფასეულობაა. რომ იტყვი და არ მოიტყუები. ამიტომაც აი ძვირფასო ახალგაზრდებო პირველ რიგში და ძმანო და დანო სწორად ვასწავლოთ ჩვენ შვილებს. სწორად ვუთხრათ, სწორად განვომარტოთ. ბოლშევიზმით ფასეულობა იყო. იდეები ძმობისა, ერთობისა და თავისუფლებისა. მაგრამ მოიტანა უღმერთოება და მრავალი ადამიანის განადგურება ისე რომ კი არ ანადგურებდნენ ადამიანს დანაშაულის მიხედვით, არამედ ფენობრივი კუთვნილების მიხედვით. რომელ ფენას ეკუთვნოდა და ეს იყო საკმარისი. ეს არის ფასეულობა განა? სად იშვა ეს იდეები? იგივე ევროპაშია ნაშობი. კარგად ვასწავლოთ ჩვენ შვილებს გარჩევა არსებული რეალობისა და რა თქმა უნდა ისტორიისა, რამე თუ ისტორია ყოველთვის გვაჩვენებს მრავალ ანალოგს. და განსხვავება დიდი არაფერი არ არის, მინდა გითხრათ. ადამიანმა გამოიგონა ბორბალი და განვითარდა კაცობრიობა, გამოიგონა ბერკეტი და განვითარდა კაცობრიობა, ადამიანმა გამოიგონა შიდა წვის მძრავა და ელექტროობა და განვითარდა კაცობრიობა
ახლა ტექნოლოგიები, რომლებიც არსებობენ და ვითარდება კაცობრიობა ამ ტექნოლოგიებში, მაგრამ თვითონ ადამიანი იცვლება თუ არ იცვლება. აი თვითონ ადამიანის ცვლილებაშია, მის ზნეობრივ სიმაღლეში არის განვითარების და მომავლის ბედნიერება. და აი ამის მაგალითია ეს ორი წმინდანი, რომლებიც მომავალს აყალიბებდნენ ჩვენი ერისა და შეძლეს ამისი გაკეთება მიუხედავად როგორც თქვი იმ დაბრკოლებებისა, რომელიც არსებობდა. გიორგი მთაწმინდელის ეპოქას შემდგომ მოდის უკვე ზუსტად ეპოქა არსენი ყალთოელისა. კიდევ ერთ-ერთი სავარაუდო აღზრდილთაგანი გიორგი მთაწმინდელის. ეპოქა დავით აღმაშენებლის. კირიონ პატრიარქის ეპოქის შემდგომ მიუხედავად იმ მძიმე უღბერთო წლებისა, ჩვენი მეცნიერები, რომელთაც შეინარჩუნეს ქართველი ერის კულტურული მემკვიდრეობა. და შექმნეს მიუხედავად დიდი სიმძიმისა ქართული ისტორიული თუ ფილოლოგიური თუ ფილოსოფიური სკოლები. და ამით ერის თვითყოფადობა და თვითშეგნება შეინარჩუნეს. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ პატრიარქი კირიონი, არამედ მრავალნი იმ დროის მოღვაწენი და მამულიშვილნი. ამგვარად, ყოველი სწორად განხორციელებული მცდელობა ღმერთის შემწეობითა და თანადგობით კეთილ ნაყოფს გამოიღებს ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო და აი ჩვენ განვახორციელოთ და ეს მცდელობა არის დამოკიდებული ჩვენზე და ღმერთი შევიწიოთ. ღმერთზე დავაფუძნოთ ჩვენი შრომა და შედეგსაც მივიღებთ ჩვენ შვილებში და მათ შვილთა შვილებშიც. მერთმა დაგლოცოთ ძვირფასო ძმანო და დანო და შეწევნა ამ ორი დიდი წმინდანისა ქართველი ერის ყოფილიყოს თქვენზე და აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ჩვენთან არს ღმერთი.